ეს LGBT-ის ბიძაშვილი რომალი ChatGPT. ეს ხელოვნური ინტელექტების კიდე რაღაც მილიონი ვარიანტი ყოფილა. კაცო, ყველაზე სუსტი ვარიანტია, რასაც ვიყენებ და ურთულეს ტექსტებს, ამ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ურთულეს ტექსტებს გიხვანხვალებს ეგრევე, ინგლისურიდან ქართულად და თაღვა გამართული ქართული ხოშიანად, ჩემზე კარგი ქართულად გიწერს. ბიჭო, ეს ენები გახდება ძალიან ისა რა. აღარ იქნება საჭირო. მაგრამ შეიცვლება ყველაფერი, ხო? ეხლა უკვე არის შესაძლებელი, რომ შენი iPhone-ით ვაფშე უცხოც რაღაცას წახვიდე, მაგალითად შემიძლია წავიდე მახსოვს იტალიაში რო ვიყავ, ინგლისური არავინ არ იცოდა, ხო? ნუ რაღაც გარეუბნებში მოხვდი და გამიჭირდა კომუნიკაცია ადამიანებთან რა, რეალურად გამიჭირდას. ხო და ნუ აი ვერაფერს ვერ გებულობდი რა. აკუა და მანჯაროც არ ვიცოდი რა იყო თო მაშინ. ნუ მე მიხვდი აკუა რო ახსენა, მიხვდი რომ აკვარიუმიდან ალი ალბათ და ესე იგი წყალია და მანჯარო მაგირევო არის ბერძნულად აი რა ქვია საჭმლის კეთება რა. საჭმელს ვაკეთებ, აირევ. ხო და მაქიდან მივხვდი რომ წყალი და საჭმელი ესე იგი სადილზე მეძახიან. ან საჭმელად მეძახიან რა. ხო და ეხლა კაცო რო უყურე ტექსტი რაღაცა. ესე იგი რევიუების საიტი მაქვს. ფილოსოფიური წიგნები ყველასე არის, მაგრამ ბევრი წიგნი გამოდის რა. რევიუ რა, ბევრი ფილოსოფიური წიგნი. პრინციპში ეს რევიუები ისეთ პონტია რა ქვია. კი რაღაცაში აღეხმარება, მაგრამ ცოტა ესეთიც არის რა ქვია. მაცდუნებელიც აი ლევან ბერძენიშვილის მიერ მოყოლი და განმარტებულ წიგნებს აგავს და ავტორებს რა. აი რომ მოусმენ რა, ნიჩიოსი. ნუ არა უჭირს ხო? არ წიხსო წაიკითხა, ან თუ გაქვს წაკითხული ეს წიგნი. ბიჭო რო ფიქრობ რომ ეს კაცი ვაფშე სხვა რამეს ლაპარაკობს. ვაფშე და ხო და ესეთი რაღაცაზე რევიუ რა. რევიუები არის ხოლმე ცალკე რაღაცა რა, აი რაღაცა კავშირი კი აქვს იმ ტექსტზე, რომელსაც განიხილავს რა, მაგრამ მაინც რაღაცა სხვა არის, ნუ წიგნში მაინც სხვა რამე. ხო და რევიუებს ესე იგი შემიძლია ჩავაგდო და ვეუბნები რომ აი დამწერე 500 სიტყვად, 300 სიტყვად ქართულად და უცებ რა, აი 2 წუთში გებო ხა ქართულად 500 სიტყვას რამდენი ხანში კითხულობ? 1 წუთში ალბათ, ან 2 წუთში, ხო? არ ვიცი, მაგრამ მოკეთ 5 წუთში თელი შენი ფილოსოფიური წიგნის რევიუ ხო, მე და თუ იმ რევიუდან რაღაცამ დაგაინტერესა, იმასაც თერანალებაზე ეთქვი, აბა ეს მინდი გამიშალ, გაგიშლის. ესე იგი, უკვე იმაზე კონცენტრირდა. მე თუ ეს საკითხი რაღაც არის, აბა მითხარე ეს საკითხი ზოგადად როგორ არის, მაგალითად თეოლოგიაში ან ფილოსოფიაში ან რაღაცაში რაზეც არის რა. გაგიშლის ხოშიანად დაგიწერს. ნუ ერთი რაც არის რომ ასაშუალებს. ყველაფერს ასაშუალებს რა. აი ვინც ძალიან ცოტა იცის, იმან შეიძლება ცოტა აკაჩოს. ნუ მაინც ხა ტერმინოლოგიას და იმიტომ რომ იქ ეუბნები მე იქ არის ჰემინგვეი ედიტორიც არის. ეხლა მაგ ჰემინგვეის ედიტორს მე არ ვიყენებ, მაგრამ ჩემი შვილი იყენებს. ესე იგი გეუბნება რა რადონის ინგლისურით სხვადასხვა მე დავწერე რაღაცა ინგლისურად ჩემი დაწერილი და ჩავაგდე. ძალიან და მე-9 კლასელის ინგლისურის ის გამიგეთ. ნუ რაღაცა იყო ხო დიდი რაღაც. არა, პრინციპში ჩემი კი არ იყო კაცო, ChatGPT-ის იყო თუ რაღაცის იყო, არ ვიცი, მაგრამ
გამიკვირდა, ნუ საშუალო იძლევა 8 თუ რაღაცა. მოკლედ ხო ის ჩემი უნდა ვცადო ერთი, ჩემი დაწერილი ინგლისური. და უნდა ჩავაგდო და გიფასებს რა, გეუბნება რომელი აი მენა ჩემი როგორც მე ვწერ რა. ხო. და მოკლედ ძალიან შეიცვლება რა, აი 10 წელიწადში ძალიან სხვა საქმე ბიჭო, 10 წელი ხა. აგერ უკვე 15 წელი ამ ქვეყანაში ვარ. 10 წელიწადში ძალიან ძალიან დიდი ნახტომი იქნება, ხო დაახოთ ეს იმხელა ნახტომი იქნება, რამდენიც აი სელფონების გამოშვების მე რომ შეიცვალა რა, უცებ ბევრი რამე რა და ინტერნეტის გამოსვლის. აი ამხელა დიდი ნახტომი სულ სხვანაირი გახდება წიგნები, წერა, კომუნიკაცია. ეხა იქ რაღაცა ფილმებსაც აკეთებენ დაჟე რაღაც 1000 რაღაცეებია უკვე ამითითო და გამოთვლები აი მისი რა ქვია მე 3D-ზე სამგანზომილებიანი ბეჭდებში ამას შეაკ რაღაცა ძალიან ზუსტი გავთვლები და მოგე ძალიან დიდი დამხმარე იქნება ეს კაცობრიობისთან გაიზრდება, მაგრამ უმთავრესი არ ვიცი ხა მეცნიერებაში როგორ მოხდება ეს, იმიტომ რომ დიდი გარღვევები მაგალითად აჩვენებენ რომ დიდი მეცნიერული გარღვევები ხდება დიდი ომების შემდეგ, ამ ომების პროცესში უფრო სწორედ რა. აი ის რაც მოხდა რომ ეხა უკრაინის რუსეთის ომში მიუხედავად იმისა რომ ორივე მხრიდან იბრძვიან ნუ დაწინაურებული ტექნოლოგიების მხოლოდ აი ნახევრები რა ნახევრები ხო არც კი ხო ახლა რუსეთის ტექნოლოგია და სად ამერიკის ტექნოლოგია და ჩინეთის ტექნოლოგიაზე უფრო მაღალია და ნუ უკრაინას ხო საერთოდ ხელი არ მიუწვდებოდა არაფერზე რა მაგრამ და ახლა უკრაინამ გაასწრო ამ ომის ტექნოლოგიაში განსაკუთრებით აი ამ დრონების საკითხში და ეს დრონები კიდევ აგრძელებს განვითარებას სწრაფი ნაბიჯებით კვირა არ გავა რომ არ გავიგო რაღაც კიდე ახალი ტიპის დრონის გამოშვება, ესე იგი უკრაინამ უკრაინიდან დაბომბა ჩელიაბინსკები თუ რაღაცეები თუ რა ურალსიკით ის ერთხელ არის მარტო დაბომბილი გერმანელების მიერ ისიც მოსკოვს რო იყვნენ მომდგარი და თავად მესერშმიტებით თუ რაღაცებით ძლივს მიაღწიეს იქ და მხოლოდ ერთხელ მოახერხეს დაბომბა. არა და მთელი მექანიზაცია და ქარხნები იქით იყო გადატანილი და იქიდან საზრდოობდა ფრონტი მარაგდებოდა ფრონტი რუსეთის ფრონტი რა საბჭოთა კავშირის და ეხლა წარმოიდგინეთ იმას ვერ წუდებოდნენ გერმანელები რა და ეხლა ესენი წუდებიან ყველგან წუდებიან აგერ ამერიკამ ვერაფერს ვერ უხერხებს ამერიკა ირანელების დრონებს არა და ირანული დრონები ძალიან ჩამორჩენილი ეხლა უკრაინული დრონები ძალიან წეწ რა თქმა უნდა ამერიკა ეხლა ჩართავს მაგრამ ამასობაში ნუ ირანი გააკეთებს იმ ატომურ ბომბას და ნუ შემდეგ დამყარდება იმ ირანში ჩრდილოეთ კორეასნაირი რეჟიმი დაახლოებით ალბათ რა თორე ეს ირანელი ხალხი ნუ ეხლა კონდა დრო რომ გამოსულიყო მაგრამ ნუ ვერ შეძლეს რა ძალიან ძნელი ხალხის ქუჩაში გამოყვანა ეხლა მეკითხები ხოლმე რომ გასამობენ ამერიკელები ამ ტრამპზე რატო არ გამოდიან ხალხის მობილიზება არის ძალიან რთული ამის ზუსტი მეცნიერება არ არსებობს ამას ძალიან ბევრი რამე უნდა დაემთხოს ერთობლიობა უნდა მოხდეს მილიონი რაღაცის რომ რაღაც შემთხვევით რაღაცა გამოვარდეს რა შენ შეიძლება შექმნა ყველა პირობები და არაფერი არ მოხდეს და შეიძლება გაგებაშიც არ იყო და უცებ დაგაწყდეს თავზე ძალიან უცნაური რამე არის ხალხის გამოსვლა მაგრამ ფაქტია რომ ომის დროს ხდება ძალიან დიდი გარდატეხა პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს და კიდე რაღაც სხვა მაგალითებიც მოხდა. ყველაზე დიდი ასე ვთქვათ мотиваტორი და ყველაზე დიდი ესეთი იმპულსის მიმცემი მეცნიერებისთვის
და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის არის სწორედ ომი. აი ომის ომი აიძულებს ადამიანებს ჯერ ერთი რომ მეცნიერული კვლევები გააძლიეროს და მეორე მხრივ რომ ეს მეცნიერული უკვე არსებული ტექნოლოგიები და კვლევები და გამოკვლევები გამოიყენო მოიძიო ის და გამოიყენო ხო გარდა ამისა ამ ტექნოლოგიებს ესე იგი ამ AI-ის უბრალოდ artificial intelligence ერთი კიდევ რაღაცა მგონია რომ ესე იგი იმდენად გასაშუალდება და ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია რომ წიგნების წერას და ეგეთ რაღაცებს მიეცემა სხვანაირი მიმართულება. აი ხა მაგალითად ადრე თუ იყო რომ ადრე მოყავდა ეს მაგალითი ივანე დამასკელი მაგალითად იწერება მე-8 საუკუნეში ქართულად ითარგმნება მე-10 და მე-11 საუკუნეში. ესე იგი 3 საუკუნის მერე რა. და კიდევ ითარგმნა ახალ ქართულად მე-20 საუკუნეში. 4ჯერ არის თარგმნილი. 1 2 3 4ჯერ არის ნათარგმნილი. აჩი გეკვთიმესი იმისი და იმისი. ედიშერის ბოლოს. არსენის იმისი. ხო მოკლედ ედიშერსა გამც. ხო მაგრამ 3 საუკუნე დაჭირდა რომ ჩამოსულიყო და თარგმნილიყო, მაგრამ ის ნათარგმნიც არ იყო ისეთი როგორც საჭირო იყო და არსენმა ეფრემის ნათარგმნი ხელახლა თარგმნა. თუ რასა აი რა დიდარაფერ საჭიროებას ეგარ წარმოადგენდა ჩემი აზრით. ნუ დააკეთეს ქართულმა. მაგრამ ფაქტია რომ ამ დამასკელის იმხელა დიდ პატივს ემდა რუსთაველი რომ დამასკელის და მაქსიმე აღსარებელის ფეხქვეშ მოინდომა თავისი სურათის დაწერა. რა შვები რა საყნოსო მაგა გოგო. თან გეშენია თან ყნოსო. გამოდი აგეთ. ხო და ასეთ ვითარებაში მოკლედ რა და ეხლა რა უნდა ეხლა წარმოიდგინე და ხელმისაწვდომობა წიგნების იყო ცოტა. ხო, ნუ ხელმისაწვდომობა მაგალითად ბიბლიის გამოიწვია მთელი ეს პროტესტანტული ქვეყნების ჩამოყალიბება და ეთიკა და მთელი ამბები. ხო, იმიტომ იყო ლათინურად არ ესმოდათ, მე რაღაცა თარგმნის ნატივი ადგილობრივ ენებზე. ნუ გერმანულად ზოგი. და მე ნუ ამას მოყვა, ნუ ხალხი კითხულობდა თვითონ განმარტავდა და ინდივიდუალიზმი შემოვიდა გუშინ ეს ჩვენი ესენი ვითომ თავის რო მას უწოდებენ კონსერვატორებს დუგინისტები რო აღმოჩნდნენ რომ ვითომ მართლმადიდებლობაში არის ჩვენი რელიგია ესე იგი უკვე მეორეჯერ რომ ინდივიდუალის ებრძვიან ატომის და ინდივიდუალის ატომიზმი აი ეს ატომიზმი არის ბერძნული სიტყვა და უკვე ბერძნებიდანაც შემოვიდა ეთქობა ისწავლის ბერძნული და აი ბერძნები ძალიან აკრიტიკებენ თეოლოგების და ფილოსოფოსების ნუ აი რუსები და დუგინი და აგესიზმენებად ისეთი ღვარძლითა და ნიშნის მოგებით წერენ რა საშინელებაა მოკლედ. ხო ვინც შეიძლება ცხოვროს ის საბერძნეთში და ამას აიქითეთ არ კითხულობს რაღაცა არ აინტერესებს პროსტო ცხოვროს იმისთვის ერთია მაგრამ ვისაც რაღაც ეტაპზე დაინტერესდა და წაიკითხა მათი ნაწარმოებები თეოლოგია იქნება თუ ფილოსოფია იქნება თუ ამ ხატრული ნუ ხატრულში არ არის ხა ცხადია მასე მწერეთ ხა მე არც მაგ საკითხული მაგათის საშუალო მწერლები და ცუდი მწერლები და იქ არაფერი არ ჩანს ხა იქ დიდები არიან მაგრამ ეს ღვარძლიანი გადაცემები ტელეგადაცემები საშინელებებია საშინელები აი ვერც კი წარმოიდგენთ ისეთი საშინელებები ლაპარაკობენ უკვე რამდენი ხანია ტელევიზიაში პირდაპირ და წიგნებში და აუდიტორიებში ნუ ეს რაღაც კატასტროფა რა ზიზღი რა აი ზიზღი და სიძულვილი დასავლეთის და ერთ-ერთი მთავარი мотиваცია არის აი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითონ დასავლელები რო ლაპარაკობდნენ რომ ამ ურბანიზაციამ გამოიწვია ადამიანთა ანომია ქვია ამას გამოიწვია ადამიანების ჩაკეტილობა რა აი ჩაკეტილი ხარ სახლში ჩაკეტილი ხარ ეზოში ჩაკეტილი ხარ მანქანაში ჩაკეტილი ხარ ოფისში და სულ მარტო ხარ ადამიანი და ამაგამ ბევრი ცვლილება გამოიწვია ხო ეს ინდივიდუალიზებზიან ეს ჩვენი კონსერვატორები და თვლიან რომ აი ინდივიდი ესე ფაქტობრივად მოდერნს ებრძვიან რა ეს პრემედონის და მოდერნის ბრძოლა.
უშინაც უსმენდი, აი გია დებატებში იყო ერთ წითურ ბიჭთან და ის წითური ბიჭი ნუ აფრქვევდა აი ამ საშინელებებს, არაფერში გარკვეული არ არის, ტიპი პროსტო სიძულვილო, თითქოს კომუნალური ცხოვრება, ერთობითი ცხოვრება მაღლა დგას ინდივიდუალური ცხოვრების, რომ ინდივიდუალური ცხოვრება კომუნალური ცხოვრების გარეშე არსებობდა და სადა ვინ გეუბნება მთელი ურბანიზაცია და ქალაქი ეგ რო არის კომუნალური, ისეთი უნდა კომუნალური, მანდ სოფლის კომუნალობა ხო არ არის, ან ერთ ოთახში შეყრდილი ტუსაღების კომუნალობაზე ხო არ არის ლაპარაკი. ნუ არ ვიცი რა, აბსოლუტური საგიჟეტია და არც თეოლოგიურად არ მართდება ეგა და არც უბრალოდ შეიძლება აქცენტი კეთდებოდეს ცოტა აქეთ და ცოტა იქით და უნდა ეს არის დუგინის რომ აი პიროვნა და ეს სადამდე მიდის რომ აი რუსეთი რომ არავის უკრაინელებს არ ეკითხება სადაც იდენტობას თვითონ ზემოდან განსაზღვრავს ესე იგი თქვენი იდენტობა საერთო იდენტობას ვინ გაგინსაზღვრავს მე პუტინი განუსაზღვრა უკრაინას და უკრაინა არ დათანხმდა ამ პუტინის მიერ ზემოდან მოტანილ საერთო კომუნალურ და ერთობით განსაზღვრებას მისი გაწყაბეტა გადაწყვიტა მთლიანად და ბავშვების მოტაცება და მათი აღზრდა ვახ ჩემი აი თუნ საშინელება თავის ხალხს როგორ ექცევა სადაც ერთი ჯარისკაც ფასი არ აქვს აი სადამდე მიდის თვალწინ უდგათ ომი ხდება აქცამხა აქედან იაგო ვერაფერს ვერ პასუხობს იქიდან ის რაღაცას საშინელება რა აი პროსტო წარმოიდგინე აი ესეთ ვითარებაში ეხა სადაც უკვე თუ თავიდან ხელმისაწვდომი არ იყო ეს და გახდა ინდივიდუალურობა გახდა შემდეგ ეს მაინც შემოიტანა ინდივიდუალურობა აი ამ წიგნებმა შემოიტანეს ინდივიდუალურობა გიგაზედან ელაპარაკოს კაფეებში ჯდომა პატარა ჯგუფების საუბრებ კაფე არც აგო ქართველები მივლენ ორჭიქას დავუღრიალებთ მე იქ ჩაიზე უნდა დაждე ყავაზე უნდა დაждე ცოტა ვისკი დაიდო იქ კი არ უნდა დათორე და ჩალპე 15 წუთში ავენ ის 3 საათი და 6 საათი როზი ხარ ფხიზელი უნდა იყო და ფხიზელ გონებაზე უნდა ილაპარაკო ხო ნუ რა ხო აი მაშინ გამოვა ის კაფეებისა და ასეთი რაღაცების ასეთი რაღაცები მაგრამ კაი ეს ასე იყოს თქვა მაგრამ ეხლა მე გახდა ციგნების და სტატიების პირიქით იმდენი მოზღვავებული რაოდენობა რომ უბრალოდ აზრი აღარა ვეღარ კითხულობ აი შეიძლება მაგალითად შენი ციგნი სადღაც იყოს აი სულ შენ თაროზე შეიძლება იდგეს შენი ციგნი შეიძლება იდგეს შენ თაროზე და შენი იმდენი ციგნები ქონდეს რომ უბრალოდ ვეღარ ამოიცნო ის ციგნი რა იმიტომ რომ მანამდე იმდენი ციგნები გექნება წასაკითხი ნანა თან გარდა მაგისა აი მე დაკვირებული ფილოლოგებს იგივე ლევონ ბერძენიშვილს ან სხვებსაც რა რო კითხულობ აი ვინც სწრაფად კითხულობს ნუ ჩემ თავზეც მაქვს აი თუ მაგალითად ციგნი წავიკითხე ერთ დღეში ხდება ზოგჯერ ერთ ღამეში ანუ ორ დღეში ან მალე თუ წავიკითხე იმ ციგნიდან არაფერი აღარ მახსოვს თუ ციგნი თავისთავად ძალიან მაგარი არ არის ნუ თუ ჩემი ციგნი არ არის რა ასე ვთქვათ ნუ ჩემს მე არ მოხდა აი წავიკითხე აფერი ანუ ჩინარს კი აღარ მახსოვს რა რაღაცაა ის ხო და არა თუ იმიტომ რომ თუ ნელა არ იკითხე თუ არა ხეჭე თუ რაღაც მომენტებში არ გაჩერდი თუ შენს ასოციაციებში არ შეხვედი დიალოგში თუ რაღაცა იქით ინტერტექსტუალობები არ გააგე და კონტექსტუალობები და აღეც რაღაცები არ მოხდა და არი ფანტაზირე და ეს ყველაფერი გადაიკითხე არაფერი არ რჩება შენ თავში და უყურებ აი ამ ფილოლოგებს ძალიან ბევრი წიგნები აქვს საკითხული არაფერი იქიდან შინაარსი აი სტალინი ბევრი წიგნებს კითხავს სწორედ ეს იმიტომ რომ ის ისე სწრაფად კითხულობდა და ვერ ასწრებდა იქიდან აზრის გამოდის მხოლოდ თავისი უკვე არსებული აზრების დასტურს ხედავს ესეც ხო ერთხელ პირველად მივხვდი ესე იგი კარგი წიგნი მაჩუკა კლაფსისმა ერთი წიგნი არა ბევრს მაძლევდა ხოლმე სტატიებს რაღაცას მაგრამ ერთ წიგნზე ერთმა წიგნმა მიმაქცევინა ყურადღება წიგნი იყო ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან ბევრი აზრები იყო იმ წიგნში თუ არ წერდა საერთოდ სტატიების კრებული იყო ხო და იმდენი მრავალრიცხოვანი და იმდენი დეტალები იყო და ფართოდ გაშლილი რაღაცა თემები, ნუ რაღაც კრებული იყო, რომელსაც კონფერენციის თუ აღარ მახსოვს. და ეს საკითხული ქონდა კლაფსის. ნუ ზერთად ყველა არ ქონდა, რა თქმა უნდა, საკითხული, მაგრამ რაღაცები, ნუ უმეტესობა ქონდა საკითხული. მაგრამ მაგრამ აბსოლუტურად თვითონ ეს სტატიები, რომელიც გამოირჩია იყო რაღაც მეტნაკლებად უფრო მეტად ერთ თემას გარშემო იყო, რაღაც საერთო ქონდა. გარდა იმისა, რომ თვითონ
ეს წიგნი იყო რაღაც კიდე საერთო. წიგნი იყო საერთო ეგეთი. მაგრამ მე გახაზულები ხო ქონდა აღნიშნულები ამ წიგნში. გახაზულები აბსოლუტურად ყველაფერი ერთით იგივე. ესე ყველა ამ სტატიებში ყოფილიყო ეძებდა ამ წიგნებში ეძებდა იმას რაც უკვე იცოდა და აინტერესებდა. და ახლის პოვნის საშუალება არ ქონდა. ხო და ეს ამდენ წიგნი შეიძლება ვერ იყოს, მე გახდა, მაგრამ ეხლა ბევრი წიგნები არის ეხლა და წიგნებში შენ ვეღარ პოულობ თუ სწრაფად წაიკითხავ. ვერ გებულობ ისე როგორც სიღრმისეულად და თუ ნელა წაიკითხავ, ვერ მიაგნებ შენ წიგნს, ძალიან დიდი იღვალი უნდა იმდენად ძალიან ბევრი წიგნებია და ნელა თუ იკითხე, ვერ ახო საკუთარ ბიბლიოთეკის მე-1000-ს ვერ ამოწურავ. ხო და არ და ზუსტად იგდებს, აი თაროზე დევს, აი მეტრანახევარში, ზუსტად იმ წიგნზე ვერ მიხვდა, რომელიც შეიძლება შენ იყოს. ეხლა კიდე დგება სხვანაირი პერიოდი. ეხლა ეს ხელმისაწვდომობა იზრდება, იმიტომ წიგნები არის ინტერნეტში გამოკვეთ უცებ გეტყვის და 10 წუთში დაგიწერს შინაარს. აი ისწავლი შე როგორი გინდა რაღაცა გინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გაგიადვილებს ამ წიგნების გადაღეჭვას. მაგრამ ყველაფერს გაგისაშუალებს. ესე იგი, თვითონ ავტორებმაც ისე უნდა დაწერონ ამიერიდან, რომ ბევრი დიდი ტექსტი დაწერას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი მაგალითად მე შემიძლია თავისუფლად ავიღო ბევრი ტექსტები, ჩავყოლო ამ LGBT-ში და ეს LGBT უცებ და მე ქართულად გამიკეთეს, მე უცებ შემიძლია მოგატყუოთ, აი მაგალითად წავიკითხო 30 წიგნი, ხო? და გავაკეთო ეს. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მაინც დაყვანილი ჩემ აზრზე. ჩემს არგუმენტებს არ ექნება არაფერი წონა. იმიტომ რომ ბუდო პადგანიაც მივდევნი ჩემ აზრისკენ, მივდენი მეც და ჩემზე შეჩოული და ჩემი ინტერესების გამათვალისწინებელი LGBT-ც მიწერს ამას ყველაფერს. ისე როგორც მე მინდა. ესე იგი მაშინ გამოსავალი ხდება. ესე გამოსავალი ხდება, რომ ადამიანმა ძალიან ლაკონურად, ძალიან ცხადად, მარტივად, ძალიან მოკლედ, ლაკონურად ასე ვთქვათ და ძალიან მოკლედ უნდა ჩამოაყალიბო შენი აზრი და თქვა. აი უნდა შეძლო და შენი განსხვავებული აზრიც, აი ახლა ძალიან მაქსიმალური, აი დიდი წიგნების და დიდი სტატიების და ეგეთი რაღაცების დრო მიდის უბრალოდ არის რომ ადამიანმა თავისი აზრი ძალიან, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვა რომ შენი აზრი შემოწმება გართულდება ძალიან. აქედან წამოვა რომ ალბათ თუ დიდი იდეოლოგიები წამოვა რა, ესე იგი ვიღაცა ვინც უფრო კარგად შთამბეჭდავად მოახერხებს გავლენ რაღაცნაირად შეფუთავს თავის აზრს, აი ის აზრი შეიძლება გახდეს საყოველთაო და საჯარო და მაგრამ ამ დროს მეორე ტიპმა რომელიც ამას არ ეთანხმება, ეხა იმან უნდა მოძებნოს, აი სხვა სახის კონკურენცია წავა და სხვა მიმართულებით განვითარდება წერის იქნება თუ ხელოვნებაც და მეცნიერებაც და ფილოსოფიაც სხვა მიმართულებას აიღებს, ჯერ არ ნახულ მიმართულებას აიღებს, ან უფრო რაღაცა დიდ გორგალში ერთ ძაფს გამოიტანს და რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ რაღაც მიჩქომული, აი ხე იმ ძაფზე გააკეთებს აქცენტირებას რა. ძალიან უცნაური პერიოდი შემოდის რა, ძალიან თან ახლა დასაწყისია, აი იქნება 10-15 წელიწადში სამყარო შეიცვლება რა ძალიან რა და ეს ომებიც მოიტანენ ტექნოლოგიურ გარღვევებს, სამყარო შეიცვლება, ადამიანი შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება რა. ძალიან შეიცვლება. და როგორი იქნება კაცმა არ იცის.